ესე იგი, აი წარმოიდგინეთ, თუ ადამიანი გაიქცევა ძალით გამოქვაბულში ჩაიკეტება და მას შესცივდება და სინათლე არ ექნება, არც სინათლე არ ექნება და არც სითბო არ ექნება. ვისი ბრალი? მისი, ვინც ეს აირჩია. თორემ სახარებაში წერია, რომ მზე რო ამოდის ბოროტკაცსაც და კეთილკაცსაც ერთნაირად მიხფენს თავის სინათლეს და სხივებს. ხო არ არჩევს, მერთი არ არჩევს. მაგრამ თუ რომელიმე წავა და მოეფარება ძალით, ჭრილში დადგება და სცივა, ეს უკვე მისი არჩევანის ამბავია. წერვაი თვალი ამბობს, ვისაც ჩემი სწამს, მე გამოყვე, სადაც მე ვიქნები, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ანუ ის გადარჩება, ცხონდება. და ეს ყველაფერი არის ადამიანზე დამოკიდებული. ყველაფერი ჩვენს ხელშია, როგორც ბრძენმა უთხრა. ყველაფერი ჩვენს ხელშია. მოგახსოვთ ის რომ მიიყვანა, წერი რომ მიიყვანა ერთმა ბრძენთან და რო ფიქრობდა, მოდი ამას გავაბრიყვებ ახლა. ამბობდნენ, რომ ეს ერთი ბრძენი კაცია, რომ ყველაფრის პასუხი აქვს. მიიყვანა, დაიჭირა, ესე მუჩში აქვს წერი. ფიქრობს, რომ თუ ბრძენი მეტყვის, რომ ეგ ცოცხალიო, ხეს მოუჭერ და მოკლავ და გამოვა, რომ არაფერი არ სწოდნიაო გახსნილი. მკვდარ წერს ვაჩვენებო. თუ იტყვის, რომ მკვდარიაო, არ მოკლავ და ცოცხალს ვაჩვენებო. ორივე შემთხვევაში მოვატყუებო ამ ბრიყმა დაუგო ბრძენს მახენ. ხო და ბრძენმა უთხრა, როდესაც კითხეს მას, რომ ეს მკვდარია თუ ცოცხალიო, ბრძენმა უთხრა, ყველაფერი შენს ხელშია. გინდა მოკლავ და გინდა დატოვებ ცოცხალს. ხო უძნულად უთხრა. ხო და მით უმეტეს თუ ადამიანმა მეორე ადამიანს ვერ დაუგო მახე. შეიძლება რომ ადამიანმა ღმერთს დაუგოს მახე და რამდენჯერ მივიდნენ მაცხოვართან გამოსაცდელად. მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ისე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, ყველაფერი ადამიანის ხელშია, თავის თავს რას გაუკეთებს, ან სიკეთეს გაუკეთებს, ან ბოროტებას გაუკეთებს.